მეგობრებო, ეხლა ნახეთ გაჩვენებთ, აბა თუ მიხვდებით ეს რა არის. აი ეს არის დაფნის ყლორტები. აი ესე ამ ყლორტებს გარეცხავ, მხოლოდ მაისში კეთდება ეს. და აი ესე დაჭრით მწვანილთან ერთად. წმინდად თოთო ყლორტები უნდა იყოს. მაისის ბოლოს უკვე აღარ იქნება ეს ყლორტები, უკვე იქნება დაფნის ფოთლები. და აი ახლა გაჩვენებთ რას ვაკეთებ. აქ არის ნიორის ფოთლები და ქინძი. აი ეს არის ერბოკვერცხი. აი ესე დავაყაროთ და გავანაწილოთ. აი ესე ჩავრთოთ ზუსტად 2 წუთი და აი ესე ჩავთუშოთ. ერბოკვერცხის სასარგებლო, გემრიელი და ბედნიერება. აი როგორ გამოიყურება ჩემი ერბოკვერცხი. შეხედეთ, სურნელი აქვს სასწაული. ბედნიერ ცხოვრებას გისურვებთ.